არის მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ინტერვიუდან ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა რუსეთის სახელმწიფო წრეებში შეთანხმებული პროექტია. ივანიშვილი წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლების ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედების მშვიდობიან და პოზიტიურ ვარიანტს. რუსეთი გვთავაზობს უფრო სწორად ცივილიზებულ სამყაროს თავაზობს და არა მაინც და მაინც ჩვენ ეგრეთ წოდებულ soft power solutions, ანუ არა ძალადობით, არა ტანკებით, არამედ ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენას მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალის სახით. და ივანიშვილი საინტერესოა ჩემთვის მაშინ, თუ კი ის ქართულ პოლიტიკაში რუსული პოლიტიკის ცივილიზებული ფორმით წარმოდგენი არის. კოლეგებო, არ მინდა იფიქროთ, რომ ეს გამონათქვამები ეკუთვნის ვინმეს ნაციონალური მოძრაობის წევრს და არ მინდა იფიქროთ ისიც, რომ როგორც იცით ხოლმე თქმა, რომ ეს არის მოგონილი და რომ არავით არის საფუძველი ამ სიტყვებს არ აქვს. ეს გამონათქვამები ეკუთვნის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ მარგველაშვილს, პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც არადგინა ქართულმა ოცნებამ სულ რამდენიმე დღის წინ. ამას ქართული ოცნების კოალიციის მხრიდან მოჰყვა მართლა ენითა უწერელი ხოტბა და ქებადიდება და ჩემთვის ნიშანდობლივი იყო, რომ კოალიციაში შემავალმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთნაირად დადებითად და ხმოსახტაცებით შეაფასა ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება. კერძოდ იყო გამონათქვამები, რომ ეს არის იდეალური ვარიანტი, რომ ეს არის ყველა ღირსებით შემკობილი კაცი, რომ ეს არის საუკეთესო კანდიდატი მათ შორის, ვინც კი ყავდა ქართულ ოცნებას. მე მინდა ვკითხო თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს, აგრეთვე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც დროს არ გაუშვებენ არასდროს, რომ თავიანთ მისწრაფებებზე თავისუფალი სამყაროს მიმართ ისაუბრონ. თქვენც ეთანხმებით აი ამ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს, თქვენც ეთანხმებით იმას, რომ შეთანხმებული პროექტის ნაწილები ხართ, რომელიც რუსეთმა